თემატები საშინელებაა მოწვალე. რა თქმა უნდა საშინელებაა. გრიგოლაშვილი. მე არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ ბატონო დავით. საშინელებებია. არ ვამართლებ ნამდვილად, მაგრამ ყველა ის საქციელი რაც პარლამენტში ხდებოდა, ეს იყო უხიფრი პარლამენტარების ქმედება. რაზეა ლაპარაკი? Experții tonai șamuagde, președinte, ar gândit că e sașiși precedente, așa cum și ai escalația mopesamaza, la calvatonema, dinamazana revanșio. Revanșio mopes. Hai este mopes. Sაშინელება, ეხლა მიგინდა SMS-ები, სიგნალებოც, ვარათო ვაიქიდეთო. ხო და მე სწორედ მაგაზე დავფიქრდი. სიგნალებს ესე იგი თელაველები უნდა მიუბრუნდნენ, ლაგოდეხელები უნდა მიუბრუნდნენ, ზუგდიდელები, რა ხდება? აი ზუსტად ამას აკეთებს ეს მთავრობა. ზუსტად ეს არის საშინელი სინდრომი, ბატონო დავით. საშინელებაა ეს მე. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ უყოლან ერთად. კარგი მადლობა. იზებით რეკლამის შემდგომ ამ თემებზე ვისაუბროთ. გმადლობთ, რეკლამაა ჩვენს ეთერში. Calvătănino, ghismet, ძალიან საინტერესო მოსწავლე გყავდათ ბოლოს თუმარი. ნახა, calvătănis გულისწყივილი აბსოლუტურად გასაგებია და მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩემთვის მართლა ძალიან უცნაურია, როდესაც მე გაღიმებულ სახელს ხედავ ჩვენი პრეზიდენტის ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის, იმიტომ რომ ნამდვილად არ აქვს სასაცილოდ და გასახარად საქმე გვაქვს ცუდად. თუმცა არა უიმედოდ. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი რომ ადამიანებს იმედი გადაუწურო და უიმედობის განცდა ჩაონერგო ეს რა თქმა უნდა ყოველად მიუღებელია, მაგრამ უაზრო ოპტიმიზმი და უაზრო ესე ვთქვათ გაღიმება, მაშინ როდესაც ქვეყანას რეალურად შეულა სჭირდება, ნამდვილად არ არის ის გამოსავალი, რაც ხელისუფლებამ ხალხს უნდა შეთავაზოს. იცით, სამწუხაროდ აი ამ ასეთი ღიმილით და ვითომ არაფერი მომხდარა, ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ყველაფერი არის კარგად, არაფერი არ ხდება, არანაირი პრობლემა არ არის და შესაბამისად, ასე ვთქვათ, არ არის აუცილებლობა არც არჩევნების, არც რაიმე ცვლილებისა და არც რაიმე სხვა საკითხის. კიდევ იყო ქალბატონის კითხვა და მესამე იყო კიდე რაღაც არ მინდა რომ რა გამომჩეს პლედებზე უკასუხებ აუცილებლად კითხვა ნუახტელებ ჩვენ სტუდიაში თქვენ სტუდიაში თქვენ თვითონ ახსენეთ ბატონო დავით და მინდა ვთქვა რომ ვინაიდან მე ჩემი სურვილით მოვედი თქვენ სტუდიაში და 16 გრადუს აჩვენებს ახლა ამ წუთში თერმომეტრი ამაპროტესტებს იმიტომ რომ არ ჩაი მიიღეთ აგერთხელ მართალი გზანდებით ჩაის ბატონ დავით და მის თანაგუნდელებსაც თავაზობდით ეს ხა არ არის სახუმარო თემა ნამდვილად არ არის სახუმარო თემა მე ვეთანხმები ქალბატონს იმაში რომ ნამდვილად ბატონ დავით გამყრელიძესთან და მის ბევრ თანაგუნდელთან ყოველთვის ჰქონდა კარგი კოლეგიური ურთიერთობა და სიმართლე გითხრათ ჩემთვის მოულოდნელი იყო როდესაც ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების ელემენტარული აი კორექტული ინფორმაციის გარეშე მე უცებ აღმოვაჩინე და ტელევიზიით გავიგე რომ თურმე პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში, ჩემს მისაღებში ახალი მემარჯვენეების ფრაქცია იწყებს შიმშილობას. ნუ ახლა ამ შიმშილობასთან დაკავშირებით ასული თემაა, მოდის აღარ. მაინც უნდა ვთქვა, ალბათ, რადგან ეს კითხვა დასვა ამ ქალბატონმა, ქალბატონს მე არ მივეცი პლედები, მე ამას ვადასტურებ, ეს ჩემი განკარგულება იყო, რომ პლედები არ მიგვეცა, თუმცა მინდა გითხრათ განსხვავებით ბატონი აკუბარდიას სტუდიისაგან მიუხედავად იმისა, რომ აპრილი იყო პარლამენტში გათხოვება იყო ჩართული მაქსიმუმზე, იმისათვის რომ მოშიმშილეებს არ შეციებოდათ და მე იმასაც შეგახსენებ, რომ არავის არ აუკრძალია მოშიმშილეებისათვის პარლამენტის წინ ყოფი მოშიმშილეებისათვის შეერთება, სადაც არავინ არავის არ უკრძალავდა არც პლედს და არც რაიმე სხვას. თქვენ მეც და თქვენ ქალბატონო როგორი დამოკიდებულებას არ უნდა გქონდეს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მიმართ, გვინდა ნორმალური ქვეყანა, ნორმალური საქართველო და ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში პარლამენტის წევრები შიმშილობდნენ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი პრეცედენტი შეიძლება დაშვებული ყოფილიყო. ეს არის რაც ისტორიკანა ისტორიის ისე გავიხსენო 93 წელს იყო ზუსტად არ მახსოვს მურვანიძე შიმშილობდა შევარდნაძის მისაღებში რამდენიმეჯერ თვითონ შევარდნაძე გამოსაუბრებია მურვანიძეს სასურველია რომ მუდმივად ერთი და იგივე წრეზე არ ბრუნდებოდეს ქვეყანა ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების ქმედებებით ახლა 91-92 წლების რეალობაში დაუბრუნდით დღეს ბევრი მიმართულებით ქვეყანაში ვითარება ბევრად უფრო მძიმედ და რთულად არის ვიდრე იყო 90-იანი წლების დასაწყისში
მე იმედი მაქვს, რომ ტრაგიკული მოვლენები რაც შემდეგ განვითარდა, სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება და აი ხალბატონს სწორედ ეს აწუხებდა, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, მე ვთქვათ, ერთ-ერთი ჩემი მოტივი რისთვისაც ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, თუნდაც გასული წლის ნოემბერში, რომ სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადავდივიყო, თქვენს ეთერშიც იყო ეს გასული ტელეფილმის სახითაც და ჩემი ინტერვიუს სახითაც და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება არ იყოს რევანში, არ იყოს რევანშიზმის განწყობით მოსული ადამიანები, იმიტომ რომ ყველა პარტიაში და ხელისუფლების ყველა შტოში, რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ასრულებენ. არსებობენ პოლიტიკური ფიგურები და კონკრეტული რამდენიმე უწყების ხელმძღვანელები, რომლებმაც ბუნებრივია ყველა შემთხვევაში პასუხი უნდა გასცენ კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად დადგება დღეს თუ არა ხო, მაგრამ ყველა დანარჩენი ადამიანი, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება ამ ქვეყანას, მისი დღევანდელი თუ გუშინდელი პოლიტიკური კუთვნილებისა მიუხედავად, ნამდვილად არ უნდა იყოს იმ საფრთხის წინაშე, რომ ეხლა მოვა სხვა ხელისუფლება, ყველას სამსახურებიდან გაყრიან, ყველას დაიჭერენ, ისევ ყველას დაატერორებენ, არც ერთი ადამიანი, ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ქვეყნის წინაშე, კანონის წინაშე არ უნდა იყოს ისე ვთქვათ, გეთახოთ, კანონა. რაიმენაირი საფრთხის წინაშე დამდგარი. გენიალური ის ბრძანეთ ფრაზა ჩვენთან, რომ კოორდინირების რაღაც ახალი ტალღა იწყება. მოდით ახლა ვთქვათ ესეც ინტერნეტში ვნახე. ძალიან ისეთი სამი შტობზანეთ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ბევრისთვის ეს მიუღწეველია, თქვენ ეს ძალიან საინტერესო ვოიაჟი ჩაატარეთ და იქ თქვენ შეხვედრა გქონიათ თურმე ალასანიასთან, ირაკლი ალასანიასთან. გაზეთებში დღეს წერია, რომ თქვენ იყავით მისი რაღაცა დოზის მფარველი. თუ მე მეხსიერება ამ ღალატებს, მგონი ახალ თაობაში ეს რა გავსი რაღაცა თუ აი ზუსტად არ მახსოვს როგორ იყო, მაგრამ აი კოორდინირებაზე ბრძანებით. იგივე მასთან მაინტერესებს თქვენი ეხლანდელი დამოკიდებულება, მე როგორც ვიცი, ნორმალური, ასე ვთქვათ, პარტნიორული დამოკიდებულება გაქვს ახლებთან. ალასანია მოიაზრება რაღაც ახალ მოთამაშეს გონდელ პოლიტიკურ სპექტრში. ქონდა საუბრები, ვიცი, და დარწმუნებული ვარ, ეკნებოდათ მომავალზე საუბარი. იგება გავგანდოთ. არა, გასანდობი აქ არაფერი არ არის. მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინიშნა, უფრო სწორად გაეროში ელჩად, მე არ მქონია არც ერთი, ასე ვთქვათ, ჩათვლა ამერიკაში, რომ ჩვენ არ გქონოდა შეხვედრა, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პიროვნულით და ყოველთვის ესეთი შეხვედრები იყო ხოლმე და ყველა ამ შეხვედრაზე გარდა ასე ვთქვათ კონკრეტული თემებისა საუბრობთ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებითაც ჩვენს ხედვებზე. რაც შეეხება კონკრეტული გეგმების საუბარზე, ხა ბატონი ირაკლი ალბათ თავად გააკეთებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარს, მე ხა ნამდვილად არ მიმაჩნია კორექტულად, რომ ის ნაცვლად ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, კოორდინირებისათვის მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველასთან დათავარ და მათ შორის ბატონ ირაკლისთანაც, რომელთანაც კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ხნის და კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. მე ვთვლი, რომ რაც ვთქვათ, მეტი ნორმალური ადამიანი იქნება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რაც მეტი ნორმალური ახალი ადამიანი გამოჩნდება პოლიტიკურ სპექტრში, მით უკეთესია ქვეყნის. ეს შეკითხვა გაქეს პირველი შეკითხვის მსგავსი არის, ალბათ აი ეს ადამიანი მე უცხოელად გეუბნებით ზოგადი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანზე, ეს გაზეთში შეწერა მისი ბიოგრაფია და ჩინოვნიკური თანამდებობების რაღაც იერარქია გავლილი. ესე ვთქვათ, საზოგადო საქმეში, საპოლიტიკო საქმეში ჯერ არ არის ხელგაწაფული, ახლა თქვენ პრინციპში პოლიტიკური თანამდებობები გეჭირათ. იგივე დათო გაყრელიძე, დათო იმას რა ქვია რესპუბლიკელების ვიდეს ყველა ეს ადამიანი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობენ. აი რამდენად ადაპტირებული იქნება ეს ადამიანი პოლიტიკური ცხოვრებაში გადმოცვის შემდგომ შეძლებს რომ გაერკვეს და თვლით რომ ის დაუშვათ თავის თქმეს პოლიტიკურ სპექტრში დაიკავებს. იცით რა, ნამდვილად კარგი დიპლომატი იყო და კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას იქ სადაც იყო. პოლიტიკაში რა ნაბიჯ გადადგამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერ სანამ ადამიანს არ გაუკეთებია განაცხადი, რაც აპირებს პოლიტიკაში, რამდენად აქტიურად აპირებს ის დღეს ჩართვას პოლიტიკაში, რა გადაწყვეტილებებს აპირებს. უბრალოდ
არც კორექტული იქნება და არც პოლიტიკურად სწორი რომ მე რაიმე ტიპის შეფასებები გავაკეთო.